მშვიდობისა დღეს 5 მარტია ხუთშაბათი თქვენ ერთსულონების დილას უყურებთ გეგინემ სიწვერიძესთან და ელისაბედ აბულაძესთან ერთად ყველას მშვიდობიან ბედნიერ და წარმატებულ დღეს გისურვებთ. დილა მშვიდობისა, მშვიდობიან და ბედნიერ დღეს გისურვებთ მეც ყველას და შევეცდებით რომ ჩვენი გადაცემა იყოს თქვენთვის საინტერესო. პირველ რიგში ვნახოთ საეკლესიო კალენდარი, ვიდრე რაც გქონდეთ გადაცემის ანონსს. შევიტყვოთ ვის იხსენიებს დღეს 5 მარტს საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია. 5 მარტს წმინდა მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია მოიხსენიებს ღირს ლეონს, კატანელ ეპისკოპოსს, წმინდა მღვდელმოწამე სადოქს პარსელს და მასთან 128 მოწამეს, ღირს აღათონ რომის პაპს. დღევანდელი დღის მფარველი წმინდანების ლოცვით და მეოხებით უფალმა დაიცვას და დაიფაროს სრულიად საქართველო. ამინ. ეს იყო საეკლესიო კალენდარი დღეს მოხსენებულ წმინდანთა შემწეობასა და მფარველობას გისურვებთ ყველას და ახლა ანონსს გაგაცნობთ ჩვენი გადაცემის პირველი სტუმარია გორისა და ატენის ეპარქიის სოფელ არბოს წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი გიორგი კარელიძე. მოძღვართან ერთად ვისაუბრებთ თემაზე ქრისტიანის პასუხისმგებლობა. მწერალთა სახლში ერლო მახვლედიანის კონკურსის სახელწოდებით ერთხელ დასრულდა და გამარჯვებულებით ცნობილია. ჩვენი ჟურნალისტი ნინი გელაშვილი ჩაგურთვება გადაცემის მსვლელობისას პირდაპირ ეთერში და კონკურსის შესახებ უფრო მეც მოგვიყვება. იწყება მომლოცველობითი მოგზაურობა მოციქულთა ნაკვალევზე, რომელიც ეძღვნება საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილეს. გახდი მახარობელი, ასე ჰქვია პროექტს, რომელიც 6 თვის განმავლობაში გაგრძელდება. თემაზე სასაუბროდ შემოგვიერთდებიან ვარკეთილის წმინდა ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი შალვა ჯაჯანიძე და საპატრიარქოს ახალგაზრდული მოძრაობა დავითიანის პრეზიდენტი კოტე სვანაძე. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პრემია ივერიის დასკვნითი საღამო გაიმართა. ორგანიზატორებმა გამარჯვებულების სხვადასხვა ნომინაციაში გამოავლინეს. გადაცემის დასრულით ნაწილში ვნახავთ სიუჟეტს. ახლა ამინდის პროგნოზის დრო არის ჩვენს გადაცემაში. ვნახოთ როგორი ამინდი გველოდება თბილისსა და სრულიად საქართველოში და დავბრუნდებით პირდაპირ ეთერში მოძღვართან ერთად. დავბრუნდით პირდაპირ ეთერში და წარმოგიდგენთ გადაცემის სტუმარს გორისა და ატენის ეპარქიის სოფელ არბოს წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი გიორგი კარელიძე შემოგვიერთდა. მამა გიორგი, დილამშვიდობისა, მადლობა ჩვენთან მობრძანებისთვის. დილამშვიდობისა, მიხარია თქვენთან ყოფნა.
ქრისტიანის პასუხისმგებლობაზე უნდა ვისაუბროთ დღეს. ზოგადად ალბათ დავიწყოთ იმით, რომ ნებისმიერ ადამიანს აქვს პასუხისმგებლობები, მოვალეობები. დღევანდელ სამყაროში და თანამედროვე მსოფლიოში უფრო მეტი აქცენტი კეთდება ადამიანის უფლებებზე და უფლებების დაცვაზე და ნაკლები საუბარი მიდის ზოგადად პასუხისმგებლობასა და მოვალეობაზე, მაგრამ ეს უმნიშვნელოვანესი საკითხია და ამით დავიწყოთ, რომ ქრისტიანი ზოგადად, ანუ არა მხოლოდ ქრისტიანს, არამედ ნებისმიერ ადამიანს, ნებისმიერი აღმსარებლობისას აქვს პასუხისმგებლობა, აქვს მოვალეობა. დიახ. აი, რაც მთავარია კაცობრიობის ალბათ პრობლემაც, ვიზეთ ჩვენ ვსაუბრობ და ზოგადად ადამიანის პრობლემა არის ერთი რამ, რომ აი ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ადამიანის შედგება სამი ნაწილისაგან. ხო, ჩვენ შეჩვეულები ვართ, რა თქმა უნდა, სხეულისაგან, სულისაგან, მაგრამ ადამიანი შედგება სხეულისაგან, სულისაგან და ღმერთისაგან. დიახ. ანუ თუ კი ღვთის მადლი არ არის, როგორც ანუ შთაბერვა სულიწმინდისა, ადამიანის სრულყოფილი არ არის. და აი ეს არის უპირველესი პასუხისმგებლობა ქრისტიანი ადამიანისა, რომ მან გაიაზროს ეს, რომ ღვთის მადლის გარეშე ადამიანი კარგავს საკუთარ სახეს. აი დღეს რასაც სოფლიოში ჩვენ ვაკვირდებით ზოგადად აი რა ტენდენციებიც მინდის ზუსტად რაც ახსენეთ, რომ არის უფლებებზე საუბარი და არანაირი პასუხისმგებლობა, ზუსტად ამისი სათავე არის ეს. ანუ უღმერთობა და თავისთავად ურწმუნოება. და ან სარწმუნოება, რომელსაც არაფერი კავშირი არ აქვს, ან დამახინჯებული სარწმუნოება, ესე რომ ვთქვათ. ამიტომ ეს პირველი ნაწილი, აი ყველა ჩვენი პასუხისმგებლობა ქრისტიანების არის ზუსტად ეს, რომ ჯერ საკუთარ თავში გავიაზროთ ის, რომ საღვთო მადლის გარეშე ადამიანი სრულყოფილი ადამიანი არ არის და თავისი პოტენციალი, რაც მას გააჩნია ადამიანური გამოვლინების, ის ვერ შეძლებს და პირიქით თუ კი საღვთო მადლი არ არის უარეს უზავს საკუთარ თავსას და მის გარშემო, ანუ შექმნის ისეთ კულტურას, შექმნის ისეთ გარემოს, სადაც თვითონაც დაიტანჯება და ზოგადად სხვაც დაიტანჯება. აი ეს არის ქრისტიანების ჩვენი პასუხისმგებლობა და აქ მოვიყვან ერთ მთავარ მაგალითს. აი მე ვიტყოდი, რომ ეს პატარა იმით ნაშრომი არის, წმინდა გრიგოლ ნოსელის ნაშრომი არის, ალბათ ყველას გაცნობილი უნდა კონდეს ეს რა არის ქრისტიანის სახელი და აღთქმა. და რამოდენიმე გვერდიანია და ძალიან კარგი იქნება მით უმეტეს ამ მარხვის პერიოდში თუ გაეცნობა ადამიანი და იქ რა არის ერთი მთავარი მომენტი, აი დღევანდელი ჩვენი სასაუბრო თემის ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილი ექნება ამას, რომ ერთ კაცს ყავს მაიმუნი, რომელსაც გაუკეთებს ადამიანის სახეს, ანუ ნიღაბს გაუკეთებს ადამიანისას და ეხლა წარმოიდგინეთ მაიმუნის შესაძლებლობების მქონე ადამიანი, ისე იგი არსება, რომელიც მაგრამ ადამიანის სახე აქვს, რას გააკეთებს და გამოყავს ქალაქში ყოველ დღე და ანუ ჩვენებას ემაშვება, წარმართავს და გამომდინარე აქედან უამრავი ადამიანი მიდის და მის შესაძლებლობებს და ისე იგი აი აქებენ ამას, რომ რას აკეთებს და როგორი ნიჭიერია და და ესე და ერთი გონიერია და იქ დგას ერთი ვიღაცეთ გონიერი ადამიანი და იზავს ასეთ რამეს, რომ ანუ აი ამ წარმოდგენის დროს გადაუგდებს ტკბილეულს და ის დაკარგავს საკუთარ თავს, ანუ ჩამოიხსნის, ამიტომ ჩამოიხსნის ამ ნიღაბს და მივარდება და დაიწყებს ამ კამფე მოკლედ ამ ტკბილეულის ჭამას და ყველანი მოკლედ დარწმუნებია, რომ თურმე ამ ადამიანის ნიღბის უკან იმალებოდა არსება, რომელიც თქვათ არის გავს ძალიან ადამიანს, მაგრამ ამავე დროს არ არის ადამიანი. აი ზუსტად მე მინდა რომ დღევანდელი სამყაროს აი ეს პრობლემა, ზუსტად ეს პრობლემა არის, რომ ჩვენ გარეგნულად ესე რომ ვთქვათ, ანუ გარეგნულად თითქოს ჩვენი ინტელექტუალური ნაწილითაც რაღაცა თითქოს წარემართა ადამიანი და წინ წავიდა, მაგრამ თავარი რამ, ანუ უღმერთობა, ანუ ღვთის გარეშე ყოფნა მოკლედ ძალიან დააკნინა ადამიანი და ამიტომ აი ნახეთ წეგან ჩვენ ვისაუბრეთ, რომ ანუ ზოგადად ადამიანის პასუხისმგებლობა ხო არის, მაგრამ ამ პასუხისმგებლობას ადამიანი ვერ აიღებს, იმიტომ რომ სამყარო სხვა კანონებით არის მოწყობილი. ანუ უფლებების კანონებით არის მოწყობილი და ნაკლებ პასუხისმგებლობით. ამიტომაც ჩვენ ნახეთ, როდესაც ჩვენ აი როგორც ქრისტიანები, მე როდესაც ამ სამყაროს ნაწილი ვარ და იმ საზოგადოების ნაწილი ვარ, მიწევს იმ კანონებით ცხოვრება. ანუ მეც ვითხოვ რაღაცა უფლებებს, ხო, ანუ ჩემი უფლება, მაგრამ ანუ ჩვენ ვიძახით ესეთ რამეს, რომ ჩვენ რაღაც მოვედით ეკლესიაში
ჩვენ რაღაც მოვედით ქრისტესთან, ჩვენ ვთქვით, რომ ჩვენი, ის რასაც გარეთ მაგალითად არის, რომ ადამიანი ძლიერად ითვლება და ადამიანის ვისაც შეუძლია სხვების კონტროლი, ვისაც შეუძლია ძალაუფლება კონდეს, ვისაც აქვს მაგალითად ბევრი ფული, ვისაც აქვს რაღაცა გავლენები, ხო? ეს არის, ძალა, ესე რომ ვთქვათ, ადამიანის ძალა, რომელიც აქცევს, ნახე რა მაგარი ადამიანია, ხო? ეს არის წუთისოფლისეული სულისკვეთების ძალა, მაგრამ ქრისტიანი ადამიანი, როდესაც მოვიდა ეკლესიაში, მან მოკლედ სხვა რამე დაინახა, რომ ძალა ეს არის ადამიანის შინაგანი პასუხისგებლობა და ვის მიმართ პასუხისგებლობა? აქ შემოდის ზუსტად ღვთის წინაშე პასუხისგებლობა. პასუხისგებლობა ადამიანის ღვთის წინაშე, იმიტომ რომ მე ვარ სამშემადგენლიანი, ჩემი სული, ჩემი სხეული და ეს არის ღმერთი, რომელთანაც მოკლედ და სამი რამ არის, როდესაც ჩვენ შემოვედით, ამ იმაში სამ რაღაცაზე ადამიანი იღებს პასუხისგებლობას. ესენი არის საკუთარ სიტყვებზე, საკუთარ გადაწყვეტილებებზე და საკუთარ მოქმედებებზე. ადამიანი, რომელიც ამ სამი რამეზე პასუხისგებლობას არიღებს და იტყვის, რომ მე ეხლა დღეს როგორია სამყარო, რაც გინდა თქვი, რაც გინდა გადაწყვიტე, რაც გინდა მოკლედ იმოქმედე, ნოლი პასუხისგებლობა. შეგიძლია ყველაფრით გაამართლო და სამყაროს გადახედეთ. დღეს ამ მდგომარეობაშიც ვარ. დღეს ერთ სიტყვი, ხვალ მეორე სიტყვი და ასე. ხოცავენ ადამიანები ამის გამო ერთმანეთს და ეს უბრალო ადამიანები ჩვენ ამ თითქოს აყოლილები ამ რაღაცა იმებს დღეს ერთი უფლებებია, ხვალ მეორეა, დღეს ერთი კანონია, ხვალ მეორეა. ცვლიან ვისაც არ ვიცი, ვისაც უნდა. ცვლიან და ჩვენც აყოლილი ამაზე დაბნეულია ადამიანი და ქრისტიანის ძალაც არის ზუსტად ამ პასუხისგებლობაში. მე, როდესაც მოვედი ეკლესიაში და ქრისტესთან მოვედი, მე ვთქვი, რომ ჩემი სიტყვა, ჩემი გადაწყვეტილებები და ჩემ მოქმედებებზე მე ყველაფერზე ვიღებ პასუხისგებლობას. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ვცხოვრობდე უპასუხისგებლო გარემოში. და აქ არის ყველაზე დიდი მიჯნა. ეს გვიჭირს ყველაზე მეტად ჩვენ ქრისტიანებსაც აღება ამ პასუხისგებლობა, იმიტომ რომ ჩვენ ეს ორ როგორ გითხრათ, ორ ცხოვრებას ცხოვრობთ ჩვენც, არ მინდა პირდაპირ შედარება მოვახდინო, მაგრამ ცირედი თუ მეტით ყველაშია ის ამბავი, რაც მოვიყვანე. საბოლოო ჯამში ჩვენ იქაც, მიეცი ესე რომ ვთქვათ, კეისარს კეისრისა, იქაც ვარ და კეისარს კეისრისასაც ვაძლევ და მე მოდივარ და ღმერთს ღმერთისას ვაძლევ, მაგრამ ამ ბალანსს ვერ ვიცავ და უმეტეს ნაწილს, სულ კეისრისას კეისარს ვაძლევ, იმიტომ რომ მეტად კეისართან გვაქვს ურთიერთობა, მეტად წუთისოფელთან გვაქვს ურთიერთობა და წუთისოფლისანი უფრო ვართ, ვიდრე მე ღმერთთან მოსვლის შემდეგ მოვალთ და ერთადერთი რაც გვაქვს ჩვენ საშუალება, რომ ჩვენ საბოლოო ჯამში სინანული გაგვაჩნია და ღმერთთან მოვდივარ და ამ ჩვენს უპასუხისგებლობას მოკლედ ვნანოთ. მაგრამ მინდა ვთქვა, რომ არსებობს ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ ძალა გვჭირდება შინაგანი რა. მე მინდა გითხრათ, რომ ქრისტიანობა შინაგანი ძალის გარეშე არ არის. მაქსიმე აღსარებელი ძახი საოცარ სიტყვებს, რომ როგორც მზეა მოდიხსო, დილითო და განაცხადებს საკუთარ თავსაც, სინათლით, საკუთარ სინათლის ძალას განაცხადებს და მე რასაც მიანათებს, იმასაც თვალსაჩინო ყოფსო, ასევეაო, როდესაც ჭეშმარიტების მზე, ქრისტე განცხადება პასუხისგებლიანი ადამიანის შინაგანში და განაცხადებს საკუთარ თავს ადამიანში და შემდეგ ნათელს მოფფენს მასშიც და გარშემოც ყველაფერს რა და ის რომ ჩვენ ამ პასუხისგებლობით ადამიანმა ეს არის ჩვენი ძალა. ქრისტიანის ძალა არის ზუსტად ეს, რომ იმ უპასუხისგებლო თუნდაც გარემოში, როდესაც ადამიანი თავისთავად პასუხისგებლიანად მოკლედ იქცევა. საბოლოო ჯამში ჩვენ ხომ მე გვინდა მაგალითად დღეს ვსაუბრობთ, ხო? ჩვენ ვსაუბრობთ და ახლა მაგალითად მე რო ვსაუბრობ, თუ ჩემს სიტყვებზე პასუხისგებლობა არ მექნება რა? თუ ეს სიტყვები, რომელსაც მე ვსაუბრობ, მე თვითონვე აღსრულებას არ დავიწყებ, თუ კი ჩემს გადაწყვეტილებებზე პასუხს არ ვაგებ, ხო, ესეც იგივე დარჩება. თქვენ გონიათ ამას ძალა ექნება? ამას არ აქვს მნიშვნელობა, ვფიქრობ, რომ რაღაცაზე რო ლაპარაკობ, ადამიანი ძალა იმიტომ აქვს, რომ ამაზე ლაპარაკობ. ძალა აქვს მისი შინაარსიდან გამომდინარე. ქრისტიანი ადამიანის ძალა არის იმაში, რომ ის თვითონვე როდესაც პასუხისგებლიანია და სხვას მოუწოდებს ამ პასუხისგებლობისკენ, ადამიანს მართლა ამ ძალას ანიჭებს. საკუთარი მაგალითი, ეს ხო სიტყვით ესე გამოითქმევა, მაგრამ შინაგანად ამას ჩვენ გძნობთ, რაზეც ჩვენ საუბრობთ, როდესაც ჩვენში
ჩვენშიც აღესრულება ეს მდგომარეობა და აი როგორ არის იცი ჩვენ თუ აი მაგალითად გვინდა რომ მისიონერები ვიყვეთ, ხო? აი მისიონერობა ამაშია, ანუ ეკლესიის მისიონერობა ამაშია, რომ თვითონ ცხოვრობს აი ამ შინაგანი ქრისტიანები თავისთავად პასუხისგებლობით და შემდეგ აი ეს პასუხისგებლობა მოკლედ გააქვს და თუ ჩვენ ასე არ ვიქცევით, ნახეთ როგორ არის ეს მდგომარეობაც აი ილუზორულ ძალას ქმნის. დიახ. ანუ ჩვენს გონია რომ გვაქვს ძალა და სინამდვილეში უძალობი ვარ და დააკვირდით საკუთარ თავს. აი მე მახსოვს ერთხელ მოკლედ ერთ-ერთმა მოძღვარმა ისე იგი ეკლესიურ ცხოვრებას ვიწყებდი, მითხრა რომ აი მეთქი მამა რა გავაკეთო მეთქი მარხვაში რა რაღაცა მინდა მეთქი ვაწილი და იფიქრები ისე იგი გული შეუჭამე ისე იგი რაღაცა დამავალე და ჭკვიანი ადამიანი იყო, სულიერი ადამიანი და მითხრა რომ არაფერიო წადია მარხვის განმავლობაში და ერთი ადამიანი მოიყვანა ეკლესიაშიო, ტაძარში. ოღონდ ისე არა რომ სანთელი დაანთოსო უბრალოდ გადააწყვეტინე რომ ან ქრისტიანული ცხოვრება დაიწყოს. აი ვნების კვირამდე მე მივედი და გეხვეწები მომხსენი მეთქი ეს, იმიტომ რომ ვერაფრით ვერ შევძელი და რატო ვერ შევძელი დღესაც რო ვფიქრობ ამას, იმიტომ რომ სიტყვებით ბევრი ლაპარაკი შემეძლო რაღაცეებისა, მაგრამ ის რომ ადამიანისთვის აი გული გულს, ანუ გულს გული ეგზნო და გული გულთან, ანუ გულიდან გულამდე მიმეწოდებინა მისთვის რაღაცა ეს, აი ამის ძალა არ მქონდა და ისე რთულია ხო რას თქვენ თქვით? ხო, ურთულესია. ადამიანი მიიყვანო და დააყენო ამ გზას. ხო, ანუ აი ურთულესი რაღაც არის. ანუ ჩვენ შეიძლება კიდევ ძალიან მარტივია ჩვენ კიდე არის ხოლმე რომ აი მარტივი ადამიანი მოვიდეს ეკლესიაში, ძალიან რთულია დარჩეს. იმიტომ რომ იქ საკუთარი ეგოიზმის ჯვარცმაზე უნდა წავიდეს. იქ პასუხისგებლიანი ცხოვრება იწყება და რა ჯობია გარე თუ პასუხისგებლო ცხოვრება არც სიტყვაზე, არც გადაწყვეტილებებზე, არც ქმედებებზე არავინ პასუხს არ გთხოვს. თან ამ ისე იგი სოციალურ სამყაროში, სოციალური მედიის სამყაროში რაც გინდა დაწერე, ვიზეც რაც გინდა თქვი. უფრო მარტივად შეიძლება მოვიდეს ვიდრე დარჩეს, ხო? კი, ანუ მარტივად მოდის, იმიტომ რომ ტკივილი მეტია, იმედგაცრუება მეტია მოვიდეს, მაგრამ აი ის პროცესი, როდესაც უკვე მან პასუხისგებლობა უნდა იყოს საკუთარ ქრისტიანულ ცხოვრებაზე, საკუთარ სიტყვებზე, საკუთარ გადაწყვეტილებებზე და ქმედებებზე, აი აქ უკვე უჭირს ადამიანს და აი აქ ამას ვიძახი, აქ ჭირდება ძალა. და ვსვავთ კითხვას, რა ძალა გვჭირდება? და აი ეს ძალაა, რომელიც საღვთო მადლით მოდის. ანუ თუ ვინმე იტყვის, ახლა მე დავრჩი ეკლესიაში, ეს ანუ ჩვენ ყველანი ხვდებით, რომ საბოლოო ჯამში როცა ეკლესიაში დავრჩებით, მე ხვდებით, რომ მოსულაც ღმერთისა იყო. მოკლედ დარჩენაც ღმერთისა იყო და დღესაც რო იქ ვართ მოკლედ ღვთის მამა გიორგი, კარგი მაგალითი მოიტანეთ ხორციელის მიდრეკილებებთან დაკავშირებით და ამის შესახებ მინდა გკითხოთ, აი უღმერთობას იგივენაირად შეგვიძლია თუ არა ვუწოდოთ სისუსტე და რაღაც ცუდისკენ მიდრეკილება ზოგადად. კი, რა თქმა უნდა, აი ეს თქვენ ზუსტად რომ აი ნახეთ ღმერთი არ არის უბრალოდ აბსტრაქცია, ხო? ანუ არ შეიძლება ადამიანმა თქვა, დღეს არის ხოლმე საუბარი, რომ ქრისტე არის თუ არა ღმერთი, აი ადამიანს ვეკითხებით და ნუ მოკლედ თუ ჭკვიანი ადამიანი და მაინც რაღაცა ნაკითხია, სემინარი აქვს დამთავრებული აკადემია და რაღაცა მაინც გაცნობილი ამ იმას მოიტანს იქ რაღაცა სახარებიდან რომ აი იქ წერია რომ მე და მამა ერთი ვართ და ნუ მოკლედ სხვადასხვა ფორმით ძველწინასწარმეტყველებს მოიყვანს, მამათა სწავლებას მოიყვანს, მაგრამ მინდა ვთქვა რომ ეს ყველაფერი არის ჩვენ რომ ამას გავეცანით, ეს არის შესავალი ნაწილი რომ გულმა უნდა დაგიდასტუროს რომ ქრისტე ღმერთია. ნახეთ რა უნდა მოხდეს, აი იმდენად ღმერთი რომ მოვიდა ჩემში, მე ჩემი თავით არ შემეძლო, აი რას თქვენ თქვით სისუსტეების, ანუ ჩემი თავით, ანუ არც ჩემი თავის გამო, არც თუ ვინმე მიყვარდა, არც მშობლების გამო, არც შვილების გამო, არავის გამო არ შემეძლო, მე თუნდაც იმ ვნებაზე, ან თუნდაც იმ რაღაცა ცოდვაზე, მიდრეკილებაზე, ჩვევაზე უარი მეთქვა, იმიტომ რომ ისე იგი ისია შესისხორცებული ჩემში რაღაცა და არ შემიძლია და მოვედი ღმერთთან და ქრისტე რო შეეხო ჩემ გულს, ხო, აი იქ მივხვდი რომ გახსოვთ გული წმინდა დაბადე ჩემთან აღმერთო სულიწფელი, აი ეს პროცესი მოხდა ჩემში და მივხვდი რომ შეუძლებელი ადამიანური ძალით რაც არის შეუძლებელი ის ვინც მოვიდა იმან განახორციელა და ანუ გული თვითონ იძახის, ანუ როგორ გითხარი ყვირის რომ ღმერთია ქრისტე შეუძლებელი, იმიტომ რომ ამას შეუძლებელია სხვას გაეკეთებინა ადამიანის გამო მე ცადე ყველაფერი ჩემი თავის გამო ყველაზე მეტად ხო ჩემი თავი მიყვარს ზოგადად და ჩვენი პირადი კომფორტისთვის ზრუნავ და ჩემს გამოც კი ვერ გავაკეთე, ანუ ტკივილში ცხოვრობდი, ანუ ცხოვრობდი ამ ჩემ ისე იგი უპასუხისგებლოდ ესე და ვერაფერ, ანუ თითქოს მოჯადოებული ვიყავი, ვერ გამოდიოდი ამ გავლენისაგან და ის ვინც
ვიცი, აი სახარებაში წერია, რომ სადაც არ მივიდა ქრისტე, ყველა აი ამ ცოდვისაგან გაანთავისუფლა, ჩემთანაც მოვიდა. და ამიტომ აღარ მჭირდება მე იმის დასტური, რომ სახარებიდან გითხრა რაღაც, აღარ მჭირდება, თუნდაც სახარებიდან გეუნები, მაგრამ იმდენად ცოცხალია ეგ სახარების სიტყვა ჩემში, რომ მე ვგრძნობ, რომ ქრისტე მართლა ღმერთია. და აი ეს არის ჩვენი პასუხისგებლობა, მამის თქმა მინდოდა, რომ თუ კი ადამიანში მართლა ღვთის მადლი მოვიდა, მართლა თუ ღმერთი შეეხო ადამიანის გულს და ეს არ არის აბსტრაქცია. ეს არის ადამიანები, ვის ნაშრომებსაც ჩვენ გითხულობთ, ისინი ინტელექტუალები კი არ იყვნენ. ესენი მართლა გძნობდნენ ამას. ამ წმინდა გულიდან გადმოღრილი არ. აბა ეხლა ნახეთ კვირა დღეს ბასილი დიდის ესე იგი წირვები არის. თუ კი სადმე ესწრებით, აი და ცოტა ხმამაღლა იკითხება ეს საიდუმლო სახსასრულებელი ლოცვები, რა საოცარი რამეა და ეს ბასილი დიდი კი არ დაჯდა და კი არა თქვა, მოდი ეხლა მე წირვის ლოცვები უნდა დავწერო. თქვენ წარმოგიდგენიათ სახურებაზე იდგა და იმდენად აივსო მისი გული სულიწმიდის მადლით, რომ აი ეს გადმოვიდა. აი წეღა როგორც თქვით, რომ ღმერთი თუ მოვიდა ადამიანის გულში, განაცხადებს ყველაფერს და გარეთ გადმოდის, ხო? წარმოიდგენ ბასილი დიდმა და იმდენად რაღაცა საოცარი ლოცვა იყო, რომ დღეს ეკლესიამ ეს დაადგინა წირვის, მოკლედ ესე რომ თქვა, ცვლელობაში შეიტანა, ყველაზე უდიდეს საიდუმლოში შეიტანა და დღეს ჩემნაირი მე სასულიერო პირი, რომელსაც გული არ მაქვს, მის წმინდა სიტყვებს ვიმეორებ, მაგრამ აი მაშინ იქნება, როცა ის სიტყვები ჩემიც გახდება. სხვა არის ეფრემასურმა, რომ თავისი მონანული გულიდან ეფრემასურის თავისი ლოცვა თქვა. იმან კი არა თქვა, ხა მე ამ ლოცვას ვიძახი და ყველამ გაიმეორეთო, მაგრამ როდესაც წავიკითხე და აი მე ჩემია, ანუ თითო სიტყვა ჩემია რა და მე ვხვდები, რომ ეს გულში მიდის ეს მოძრაობა, ანუ ის რაც ლოცვაში წერია, გულში მიდის ეს მოძრაობა, იმიტომ რომ სიტყვები, რომელსაც ჩვენ ლოცვის დროს წარმოთქვა, თუ მან ცოტათი მაინც ჩვენი გული ან გონება არ შეცვალა, მაშინ ეს ლოცვა შეგვიძლია ვთქვათ, რომ შესმენილი არ არის. ანუ ღვთისგან შესმენილია მაშინ, როდესაც ადამიანმა შინაგანად გარკვეული ცვალებადობა განიცა და აი მაშინ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ღმერთმა შეისმინა და შესმენა ნიშნავს იმას, რომ ღვთის მადლი მოვიდა ადამიანის გულში და დაიწყო მან აი ეს მეტანოია, რასაც ჩვენ ვეძახით, ხო? მოქმედება და ცვალებადობა მოკლედ დაიწყო. გიორგი, აი ღვთის წინაშე პასუხისმგებლობა ვლინდება ალბათ იმაშიც, ჩვენ როგორ ვექცევით მოყვას, ხო? ანუ მოყვას ისედმი ჩვენი პასუხისმგებლობაც არის. კი, რა თქმა უნდა. ძალიან მნიშვნელოვანი და როდესაც თქვათ საუბრობთ ქრისტიანის პასუხისმგებლობაზე და ამ შემთხვევაში ბრევლის უშუალოდ და იმ ადამიანის პასუხისმგებლობაზე ვისაუბროთ, ვინც ტაძარში დადის, ვინც ამბობს, რომ არხულია, აღსარებელია, მაზიარებელია, აი მისი პასუხისმგებლობა რა არის? როდესაც თქვათ ურთიერთობს საზოგადოებასთან და რამდენად მნიშვნელოვანია, რომ მისი საქციელი არ გახდეს დამაბრკოლებელი. ჩვენ ვიცით, რა თქმა უნდა, რომ ეკლესია არის ცოდვილთათვის და ყველა ვინც ტაძარში დადის და ვინც არის აღსარებელი და მაზიარებელი, არ არის, რა თქმა უნდა, სრულყოფილი და ეს სულიერი ბრძოლა არის მუდმივი და მთელი ცხოვრება ადამიანი დაეცემა, ადგება და ასე შემდეგ, მაგრამ მაინც გარკვეული პასუხისმგებლობა ალბათ აქვს, ხომ, ესეთ ადამიანს, რომელიც ამბობს, რომ ის არის მრევლი და დადის ტაძარში და ყავს მოძღვარი. კი, აი ჩვენ ამაზე ვისაუბრეთ ზუსტად თავშიც, რომ აი მინდა ვთქვა, იცით, ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, აი ქრისტიანობა არ არის აი გადაწყვეტილების გარეშე არ არსებობს, აი მინდა გითხრათ, რომ აი სადღაც ოდესღაც აი უნდა ვთქვათ, რომ მოდი რა, ანუ აი ეს რაღაცა მე თვითონ რო ვიცი, ეს ორადობა იქაზე, აი სადღაც უნდა გადავწყვიტო და ვთქვა, რომ ცოტა ასაკიანებს ვეტყვი ხოლმე, ხა ჩვენი გმრელს ვეტყვი ხოლმე, როდის უნდა ამასინათ მამა თეოდორე ეძახდა ესეთ რაღაცას, რომ ესე იგიო 70 წლისა და მაინც სერიალებს უყურებს, ესე იგი არ 80 წლისა, ესე იგი სადღაც ოდესღაც ხომ და გადაწყვიტო თქვა. არა, პირობითად ეძახი, ანუ ზოგადად, ანუ მე ვიძახი გონებას დაკავებული როცა არის ადამიანის გონება რაღაც იმით და მაინც იმას და უყურებს იქ ვინ აირჩიეს, ვინ არ აირჩიეს პოლიტიკურ იმებს და აი სადღაც ოდესღაც აი ხო რამდენი დაგჭა ხო ამ წუთი სოფელში ყოფნა და აი სადღაც უნდა გადაწყვიტო ადამიანმა ზუსტად ეს პასუხისმგებლობა აიღოს საკუთარ ღვთის წინაშე, საკუთარი თავის წინაშე და მოკლედ მრევლის წინაშეც და მინდა ვთქვა ასეთი რაღაცა, რომ აი როდესაც ქრისტიანის როდის შევძლებთ ამას, რაც შენ თქვი ელისაბედ, აი როდის შეძლებს ადამიანი ამის განხორციელებას რა. ერთადერთი შესაძლებელია ეს, როდესაც მაგალითად ადამიანი პირველი რომ შენ ქრისტიანად არ გაქცევს არც ქება გარეთ რო ვინმე გაქებს რა, კაი ქრისტიანი ხარ, ესე იგი დაჯგვიანი ხარ,
ამას ვერაფრით როგორ გითხრა იცი ვერ რასაც ახიანს აი არ გაგიმართლებს აი გამიმართლა და ქრისტიანი ვარ ამას ვერ იტყვი ადამიანი არამედ აი ქრისტიანობა ვლინდება პასუხისგებლობასად იცით სადაც არავინ გაქებს არავინ ხედავს და აი ზუსტად იქ იქცევი პასუხისგებლობით აი თუ ადამიანი ამას შეძლებს რომ როცა არავინ გიყურებს ხო ანუ როცა არავინ გიყურებს აი მარტო რო ხარ თქვა ლოცვის დროს ოთახში საკუთარ ფიქრებს და გულის თქმებს ანუ თუ შენ იქ ვერ ჩააბარეს გამოცდა და იმ ადამიანზე თუნდაც ვიზეც ნაწყენი ხარ ან განწყობა გაქვს იქვე ფიქრებში გაქვს ჭუბი შეიძლება ადამიანი ისე ფიქრებში ისე ჭუბობს ადამიანთან მე აღარც არის ხო აღარც არის საჭირო მე რაღაცა იჭუბო იმიტომ რომ დაღლილი ხარ უკვე იბასთანებითი და ბოლოს ოღონდას თავი დამანებე უკვე შენთან ძალიან დიდი ისე იგი რაღაცა უკვე ძალიან ბევრი რამე გავიარებ არა და შეიძლება ჭუბი პირობითად ფიზიკურად არც კი დაგიწყია მასთან დიალოგი მაგრამ შინაგანად იმდენად უპირისპირდები და იმდენად რაღაცა ისე იგი მის მიმართ რაღაცა განწყობები არა გაქვს სასურველი რომ მოკლედ დაღლილი ხარ ადამიან ამისგან აი ნახეთ ქრისტიანის პასუხისგებლობა რასაც ჩვენს საიდან იწყება იქიდან გამომდინარე მე თუ ადამიანების წინაშე მინდა რომ პასუხისგებელი ვიყო და ძალა მქონდეს ნახეთ და არ იყოს უბრალოდ გარეგნული იმით რომ ვიღაცა რომ მაქებს და მითხრა რომ კარგი ქრისტიანი ხარ ეს უნდა გავამართლო არა გარეგნულად რაც მე როგორ გითხრა იცი ვიღაცები გვბაძავენ და საბოლოო ჯამში შენ გვბაძავენ და ნახავ იმას რომ ისიც უძალო ხდება ანუ შენ მაგალითს უდებ შინაგანი არაძალის მქონე მაგრამ გარეგნულად ყოფი ქრისტიანის მაგალითს და შენ როდესაც ის გვბაძავს ისიც იგივენაირი იქნება ამიტომ ნახე რამხელა პასუხისგებლობა ქრისტიანისა რომ როდესაც მე ვიცი რომ ვიღაცამ უნდა მომბაძოს, ვიცი რომ ვიღაცამ უნდა ჩემგან მაგალითი აიღოს, რა არის? აი მარტო როდესაც ვარ დარჩენილი ჩემს გულის თქმებთან, ჩემს გულის ფიქრებთან და თუნდაც მაგალითად ყოფითად ავიღოთ, აი დაგავალეს რამე გასაკეთებლად რა. იქ ხო ჩემზე უკეთესად იცის ეგრევე ირთობა რომ მოდი რაღაცა შეიძლება ისე ესე არა და ბოლომდე არ გააკეთო და აი ჩვენ ქონდა ესეთი ამბავი რომ როდესაც მე უფე ჩამოვიდა ახალი ჩამოსული იყო რამოდენიმე ანუ 1-2 ანდრია კი რამდენიმე წლისა ნუ აღშენებლობა დაიწყო მოკლედ ეპარქიაში ესე და ესე მონასტერი და რაღაც ისე იგი ქალაქშიც რაღაცა კეთდებოდა მონასტერი და ნუ მოკლედ იქ იყო ერთი ესეთი ამბავი რომ ერთ-ერთი ადამიანმა ნახა რომ ხელოსანმა არ გააკეთა ის როგორც უნდა გაეკეთებინა ხო და ის აი საოცარი მოსასმენი იყო რა სახში ესე გააკეთებდიო აი ხა რომ სახში აკეთებდი ამას ხო არ გააკეთებდიო ამას რა აი ნახეთ ადამიანი იქ იყო მონასტერს აკეთებდა საქმიანობდა მაგრამ საბოლოო ჯამში აი ის პასუხისგებლობა რომელიც ადამიანს რო არავინ გიყურებს რო არავინ გაქებს ამის გამო არამედ შენი უბრალოდ საქმიანობა არის აი იქ როდესაც ადამიანი პასუხისგებლიანი იქნები დამიჯერეთ შემდეგ რაც თქვენთვით ეს პრობლემა რო აი მრევლი რო გარეთ უნდა იყოს გარეთ აი როგორ გითხრათ ორმაგად პასუხისგებლიანი იქნება მაგრამ ჩვენი პრობლემა ესაა რომ იქ შიგნით რო პასუხისგებლიანები გვიჭირს ზოგადად ჩვენ ფიქრებთან ჩვენს გულის თქმებთან ჩვენს ისე იგი ჩვევებთან რაღაცა გარკვეულწილად მე გარეთ ძალიან გვიჭირს მე გარეთ მარადის საკუთარ თავზე მაღლა ხო როგორც კი ბატონო კი ბატონო და ალბათ ეს არის ის პასუხისმგებლობა რასაც ვსაუბრობთ რა ძალიან რთულია კი ძალიან რთულია ხო ანუ მაგას ვიძახით და ქრისტიანობას რთულია ამას გულისხმობ მით უმეტეს ამ სამყაროში ძალიან რთულია დღეს გადახედეთ ახლა რაც ხდება და ამ სამყაროში ძალიან რთულია შეინარჩუნო ადამიანმა მაგრამ ჩვენ ამისთვის ვარ ჩვენ მარადიულობისთვის ვარ შექმნილი და ჩვენ ცხონებისთვის ვარ შექმნილი და როგორც თქვენთანაც უფლის მადლით ყველაფერი შესაძლებელია თუ კი ადამიანი არის ამის მიმღები და მხოლოდ ღვთის მადლით ჩვენი საქმიანობა ჩვენი საქმეა რომ ჩვენ წმინდა წერილში გავიწაფოთ საღვთო მცნებები აღვასრულოთ მაგრამ მესამე ის რომ საღვთო მადლი და მოწყალება არის ჩვენი მაცხონებელი და შემძლეები ძალის მომცემი ეს მოკლედ ცალსახა ძალიან დიდი მადლობა. გორისა და ატენის ეპარქიის სოფელ არბოს წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი გიორგი კარელიძე საუბრობდა სტუდიაში. 9 საათი შესრულდა, მოვისმინოთ 7 გზის ლოცვა და ლოცვის შემდეგ დავბრუნდებით კვლავ სტუდიაში. დიდება მაღალთაში ნომერცა
მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათაშინა, წმინდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვით არცა ცათაშინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა, მომეც ჩვენ დღეს და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენი, ვით არცა ჩვენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთან, და ნუ შემიყანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსნენ ჩვენ ბოროტისაგან. რამე თუ შენი არს სუფევა, ძალი და დიდება, მამისა, დაძისა და წმინდისა სულისა, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ. მიწყალემე ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა ახოცე უჯულოებაი ჩემი. უფროს განბანემე უჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან გამწმინდე მე. რამე თუ უჯულოებაი ჩემი მეუწყი და ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის. შენ მხოლოსა შეგწოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ, რათა განმართლე სიტყვათაგან შენთა და ზლოს ჯასა შენსა. რამე თუ ესერა უჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშამე დედამან ჩემა. რამე თუ ესერა ჭეშმარიტება შეიყვარე, უჩინონი და დაფარონი სიბნისა შენისანი გამომიცხადენ მე. მას ხორომე უსუბითა და განწმინდე მე. განბანომე და უფროს თოვლისაგან სპეტაკნე, მას მინომე გალობაი და სიხარული და იხარებდნენ ძვალნი დამდაბლებულნი. გარე მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველი უჯულოებაი ჩემნი ახოცე. გული წმინდა დაბადე ჩემთანა ღმერთო და სული წრფელი განმიახლე გვამსა ჩემსა. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმინდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან. მომეცმე სიხარული მაცხოვარებისა შენისა და სულითა მთავრობისათა დამამტკიცე მე. ვასწავლე უჯულოთა გზანი შენი და უღმრთონი შენ და მოიქცენ. მიხსენ მე სიცხთაგან ღმერთო, ღმერთო ცხოვრებისა ჩემისაო. იხარებდეს ენა ჩემი სიმართლესა შენსა. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახვენ და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა. რამე თუ უკეთუნცა გენება, მსხვერპლი შემცა მეწირა, არამედ საკვერთხი არ აქთნდეს. მსხვერპლი ღმრთისა არს, სული შემოსრული, გული შემოსრული და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხყოს. კეთილი უყვა უფალო ნებითა შენითა სიონსა და აღეშენენ ზღუდენი იერუსალიმისანი, მაშინ გთნდეს მსხვერპლი სიმართლისა შესაწირავი და ყოვლად დასაწველი, მაშინ შესწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზვარაკნი. დიდება მამასა და ძესა და წმინდასა სულსა, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ. ალილუია, 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 დიდება შენ და ღმერთო. ალილუია, 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 დიდება შენ და ღმერთო. ალილუია, 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 დიდება შენ და ღმერთო ჩვენო, დიდება შენ და. ღვთისმშობელო ქალწულო გიხაროდენ, მიმადლებულო მარიამ უფალი შენთანა. კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის და კურთხეულ არს ნაყოფი მუცლისა შენისა. რამე თუ მაცხოვარე გვიშევ სულთა ჩვენთა. უფალო დიდება შენ და გადაარჩინე და განთლიანე საქართველო. უფალო დიდება შენ და გადაარჩინე და განთლიანე საქართველო. უფალო დიდება შენ და გადაარჩინე და განთლიანე საქართველო. Sweet
ვაგრძელებთ გადაცემას. მწერალთა სახლში ერლო მახვლედიანის კონკურსი სახელწოდებით ერთხელ დასრულდა და გამარჯვებულებიც ცნობილია. ჩვენი ჟურნალისტი ნინო გელაშვილი ჩაგვერთვება ახლა პირდაპირ ეთერში და კონკურსის შესახებ მოგვიყვება უფრო მეტს. დილამშვიდობისა ნინო. მოგესალმები ნინო. დილამშვიდობისა, მივესალმებით ჩვენს მაყურებელს. ჩვენ ახლა მწერალთა სახლიდან გერთვებით, რომელიც როგორც მოგიხსენებათ, ძალიან ბევრ საინტერესო პროექტსა და კონკურსს ახორციელებს. მე ამჯერად ერლო მახვლედიანის სახელობის ლიტერატურული პრემიის შესახებ მოგვიყვებით, რომლის გამარჯვებულებიც უკვე გამოვლინდნენ. ჩემთან ერთად არის ლიტერატურათმცოდნე და კონკურსის ჟიურის წევრი გია არგანაშვილი და მისგან უფრო მეტ შევიტყობთ ამ პრემიის შესახებ. დილამშვიდობისა ბატონო გია. მოგვიყევით, როდის დაფუძნდა ერლო მახვლედიანის სახელობის პრემია და რა მიზანს ემსახურება ეს პროექტი, ასე რომ ვთქვათ. პრემია დაფუძნდა შარშან შემოდგომაზე. გამოვაცხადეთ 23 ნოემბერს, ერლომის დაბადების დღეს. პირველ რიგში მადლობა მინდა გადავუხადო მწერალთა სახლს, რომ ზოგადად ერლომის შემოქმედების დაფასებისთვის და შემდეგ ლიტერატურისთვის ასეთი ღონისძიებების, როგორც თქვენ ბრძანეთ. ეს არის ნოველის პრემია, ნოველის კონკურსია. ნოველა განსაკუთრებულია ჩვენს ლიტერატურაში. ძალიან ბევრი ნოველისტები გვყავს მოგეხსენებათ ჯერ კიდევ მე-19 საუკუნიდან. და რატომ ერლომის პრემია? რა არის განსაკუთრებული? ერლომი, რა თქმა უნდა, ნოველებში საკმაოდ ცნობილი სახეა ჩვენ ლიტერატურაში. გარდა ამისა, აქ ძალიან მნიშვნელოვანი იყო ერლომის აზროვნების სტილი, ზოგადად ცხოვრების სტილიც. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი იქითკენ მიდის, რომ თანამედროვე მკითხველმა, თანამედროვე მწერლებმაც, ლიტერატურებმაც ერთხელ გაიცნობენ ერლომის შემოქმედებას და მეორე მხრივ აი სწორედ მისი სტილისტიკიდან გამომდინარე, მისი შემოქმედებიდან გამომდინარე, გარკვეულ მიმართულებასაც ასე ვთქვათ და გაზომავენ თავის ლიტერატურისთვის. ამდენად მე ვფიქრობ, რომ არა მხოლოდ საინტერესო, არამედ სასარგებლოც არის დღევანდელი ლიტერატურისთვის და დღევანდელი კონკურსი ვფიქრობ წარმატებულია. გამომდინარე იქიდან, რომ 100-მდე მონაწილე მიიღო აქ მონაწილეობდა. გარდა ამისა, საინტერესო თემატიკა მოვიდა ძალიან. და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, თაობები შეუზღუდავი იყო ასაკი, ამან განაპირობა, რომ კიდევ ერთხელ დაგვენახა, რომ დღეს ქართულ ლიტერატურაში 5-6 თაობა მუშაობს. არა როგორც დაუშვათ, არა მაყურებლად და არა მკითხველად, არამედ აქტიური მონაწილეები არიან ისინი. ასე ჩვენს ლიტერატურულ კონკურსებს იყვნენ 70-80 წლის მონაწილეები და იყვნენ სრულიად ახალი დამწყები დებიუტანტებიც იყვნენ. ერთ სიტყვით საინტერესო შედეგი იყო და ვფიქრობ, რომ მომავალში გაგრძელდება ეს კონკურსი და კიდევ უფრო საინტერესო სასარგებლო გახდება მკითხველისთვის. ერლო მახვლედიანის შემოქმედებითი სტილი ახსენეთ თქვენ და დამაინტერესა რა კრიტერიუმებით შეერჩიეთ გამარჯვებულები და ზოგადად კონკურსის მსვლელობა როგორი იყო, რამდენ ეტაპს მოიცავდა? იცით რა, კონკურსი გამოცხადდა, ერთი ეტაპი იყო, მოდი ასე ვთქვათ, თუმცა ესეთი ვრცელი ეტაპი იყო ეს და საკმაოდ საფუძვლიანი, ძალიან ვახსენე კიდეც, ჩვენ რამდენჯერმე წავიკითხეთ თითოეულ ნაწარმოები, იმიტომ რომ რთულია, იცით, როდესაც ნოველა განსაკუთრებით, როდესაც პროფესიონალი თუ არაპროფესიონალი მოყვარული წერს, გზავნის, იცით რა, ერთხელ წაკითხვა ზოგადად როგორც წიგნს არ ყოფნის, როგორც კლასიკას არ ყოფნის, არც მით უმეტეს არც დამწყებს ყოფნის, იმიტომ რომ ნოველა მით უმეტეს ესეთია, რომ იქ შეიძლება ერთმა აბზაცმა, საფინალო აბზაცმა პოზიტიურმა საფინალო აბზაცმა გადაწონოს ყველაფერი და შეიძლება ძალიან კარგი ტექსტი იყოს, მაგრამ სწორედ საფინალო აბზაცმა ყველაფერი ჩააფლავოს. რაც შეეხება კრიტერიუმები ისეთივეა, როგორც ზოგადად ლიტერატურის შეფასებაში. ეს არის პირველ რიგში, ასე ვთქვათ, მოდი ასე ვთქვათ, შინაარსი და ფორმა. შინაარსის თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, ნოველა მოთხრობისგან განსხვავებით თავის სპეციფიკა აქვს. ჟიურის კონკურსს ჰქონდა ასეთი ერთხელ. ბევრმა ცოტა არასწორად გაიგო და იფიქრა, რომ ეს ერთხელ ყველა ნაწარმოები ამით უნდა დაწყებული იყო. თუმცა რაღაც ხომ მართალიც არის. ნოველა ეს არის ეპიზოდი.
ეპიზოდი ერთხელ ნოველა არ არის მოთხრობა რომელიც რაღაც ეს არის ეპიზოდი სადაც პერსონაჟების ის მინიმალურად არის განსაზღვრული და აი ფინალია ყველაფერი ფინალზე წერანს ვილაპარაკე ფინალი არ არის აუცილებელი ეს მორალური და ზნეობრივი ფინალი იყოს, მაგრამ აუცილებელია რომ ფინალი იყოს უეცარი, ფინალი იყოს მოულოდნელი და ფინალმა მთელი ნაწარმოები თავისკენ წაიღოს, თავისკენ მიიზიდოს. აი ეს არის მთლიანად რაც შეგვიძლია ამის შესახებ თქვა. ძალიან დიდი მადლობა და წარმატებებს გისურვებთ რა თქმა უნდა თქვენ და მიულოცავ ყველა გამარჯვებულს და ძალიან დიდი იმედი მაქვს და დარწმუნებული ვარ რომ ასე იქნება რომ მწერალთა სახლის ეს კონკურსი ძალიან დიდ წარმატებას მოიპოვებს ისევე როგორც სხვა კონკურსები. მადლობელი. დიდი მადლობა ნინო გელაშვილი, ჩვენი ჟურნალისტი გვერდებოდა მწერალთა სახლიდან პირდაპირ ეთერში. მადლობა ნინოს და ვაგრძელებთ გადაცემას. იწყება მომლოცველობითი მოგზაურობა მოციქულთა ნაკვალევზე, რომელიც ეძღვნება საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილეს. გახდი მახარებელი, ასე ქვია პროექტს, რომელიც 6 თვის განმავლობაში გაგრძელდება. თემაზე სასაუბროდ შემოგვერთნენ მარკეთილის წმინდა ვახტანგ გორგაცლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი შალვა ჯაჯანიძე და საპატრიარქოს ახალგაზრდული მოძრაობა დავითიანის პრეზიდენტი კოტე სვანაძე. მოგესალმებით. მადლობა დაგვლოცეთ. კოტე გამარჯობა, დიდი მადლობა ჩვენთან მობრძანებისთვის. აი ამ პროექტის შესახებ უნდა ვისაუბროთ. ჩვენ ვიცით რომ საქართველოს ეკლესიამ შექმნა სპეციალური საიუბილეო კომისია, რომელიც გეგმავს ღონისძიებებს, რაც ამ დიდი დღესასწაულის აღნიშვნას უკავშირდება ჩვენს ქვეყანაში და აი კონკრეტულად გახდი მახარებელი ამ პროექტზე გვინდა რომ ვკითხოთ რა არის მისი მიზანი, რას გულისხმობს ზოგადად ეს პროექტი მამაშალვა. მოგესალმებით პირველ რიგში თქვენ იცით რომ ეს 1700 წლის იუბილე არის ძალიან დიდი მოვლენა ჩვენი ერის ისტორიაში ერთ-ერთი და ამას საკმაოდ მასშტაბურად აღნიშნავს შერი ერი. არა მარტო ეკლესიაში შეიქმნა ეს საიუბილეო კომისია, სახელმწიფოს აქვს სამთავრობო დონეზე ეს კომისია შექმნილი და არის უამრავი ღონისძიება, სხვათა შორის ძალიან მასშტაბური ღონისძიებები დაგეგმილი და ერთ-ერთი არის აი ეს მომლოცველობითი ესე ვთქვათ გზა, რომელსაც ქვია საქართველოს გაქრისტიანების გზა, რომელიც იწყება 12 მაისს აჭარიდან, სარფიდან დაიწყება ეს მსვლელობა და 1 ივნისს დაიწყება ჯავახეთიდან. აი ეს მსვლელობა იწყება სარფიდან და გოდერძის უღელტეხილიდან გადმოვლენ და ახალციხეში ეს ორი ჯგუფი შემდგომად შეხვდება ერთმანეთს. აქ იქნება 7-კაციანი ჯგუფები, სადაც ადგილობრივი კოორდინატორი სასულიერო პირები გაუწევენ ორგანიზებას თან ახლდებიან ესე ვთქვათ ამ ჯგუფებს, მოივლიან ყველა სოფელს, ცენტრალურ სოფლებს ესე ვთქვათ. იქ შევლენ და არიგებენ ხატებს, ბროშურებს, იქ იქნება ფილმის ჩვენებები, ყოველი დღე დაიწყება წირვით ან პარაკლისით, როგორც იქნება იქ მოსახერხებელი და ნუ მთავარი მაინც არის ის, რომ აი ეს 1700 წლის სიხარული რაღაცა არამხოლოდ ტელევიზორიდან მოისმინოს ადამიანმა, არამედ ყველას შეეხოს, ყველა ოჯახში შევიდეს აი ეს ბედნიერება და სადაც დაუშვათ გვერდზე სოფლები იქნება, სადაც ეს ჯგუფები ვერ მოახერხებენ შესვლას, ადგილობრივი სამღვდელოება, ადგილობრივი მრევლი მიიღებს ამაში მონაწილეობას და ისინი დაუშვათ გამოტოვებულ სოფლებს ისინი მოილოცავენ, იქ დაარიგებენ ხატებს, ბროშურებს და ამას ვინც გააკეთებს, ყველას რაღაც სიმბოლურად ციგელები გადაეცემათ ხატები და ეს ბროშურები. დიახ. კოტე, როგორ არის, რა კუთხით არის დავითიანი ჩართული? კიდევ ერთხელ მოგესალმებით. ჩვენთვის ძალიან დიდი პატივია საორგანიზაციო ჯგუფთან ერთად მუშაობა ახალგაზრდების მობილიზების კუთხით ამ მხრივ დავითიანს საკმაოდ დიდი რესურსი გააჩნია, რომ მიიტანოს ინფორმაცია ახალგაზრდებთან. ჩვენ შექმნით სპეციალური აპლიკაციო ფორმატს, რომელიც ჩვენ სოციალურ ქსელებშია განთავსებული და მსურველებს შეუძლიათ დარეგისტრირდნენ. ASC-ები მე შემდგომ გადაეცემა უკვე კომისიას, საორგანიზაციო კომისიას, რომელიც გადაანაწილებს როგორც მამაობძანა 7 კაცად ჯგუფებად, უпростоრად 7 კაციან ჯგუფებად და ჩვენი თავი მიზანია რომ რაც მეტი ახალგაზრდა იყოს ჩართული და ეს ემოციური ბმა ახალგაზრდებს გაყვეთ წელი ცხოვრების განმავლობაში. სწორედ ძანა მამაობ რომ ხოლო ტელევიზიიდან არ არის მნიშვნელოვანი, ეს არის უკვე ადამიანებს შორის ურთიერთობის და ამ სიტყვის გაზიარების კარგი შესაძლებლობა და სწორედ დავითიანიც ეცდება რომ მაქსიმალურად როგორც თავის წევრები, ისე ეპარქიის ახალგაზრდების და განსაკუთრებით სტუდენტები იყვნენ ჩართულები და
ამაში ჩვენც გვაქვს ინფორმაცია აქტიურად არის ჩართული სტუდენტური პარლამენტი, სტუდკავშირები და მოკლედ დიდი ამბები გველოდება წინ. მამაშავა, თქვენს რომ გითხრათ, ეპარქიებში როგორ მიმდინარეობს აი ეს ინფორმირების პროცესი? ყველა ეპარქიას, მოკლედ ყველა ეპარქიასთან გვაქვს კომუნიკაცია, რა თქმა უნდა, მათ დაეგზავნათ წერილები, იქიდან უკვე წამოსულია, ესე ვთქვათ, საკონტაქტო პირები, ვინც ჩამოვლენ, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ხდება თბილისში იქნება ეს გადამზადების ერთგვარი კურსები, რომ ეს ადამიანები, ვინც უნდა შემოიაროს საქართველოს, დაახლოებით 4 კვირა დღის განმავლობაში ჩატარდება თბილისში სალექციო კურსები, რომ ერთგვარი წარმოდგენა გქონდეთ რა უნდა გააკეთონ, როგორ უნდა იმოგზაურონ და ასე შემდეგ. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ეს მოგზაურობა არ იქნება ერთი მხრივ, შეიძლება რამოდენიმე ჯგუფი იყოს ერთდროულად გასული. ამის ტრანსპორტირებას, ანუ ჩაყვანას, ჩამოყვანას, კვებას და ასე შემდეგ უზრუნველყოფს, რა თქმა უნდა, საორგანიზაციო ჯგუფი. ესენი დარჩებიან ყოველდღე ოჯახებში. და მოკლედ ძალიან საინტერესო მსვლელობები და საინტერესო გზა იქნება ესე ვთქვათ. დიახ, სასულიერო პირები არიან, ხო, ჩართული? სასულიერო პირებიც რა თქმა უნდა იქნებიან ჩართული, ვისაც აქვს სურვილი, უბრალოდ სასულიერო პირებს ვერ დავავალდებულებ თავიანთი რეჟიმიდან გამომდინარე, ვისაც აქვს სურვილი, რა თქმა უნდა, ყველა მიიღებს მონაწილეობას, მაგრამ ძირითადად ეს არის მრევლზე გათვლილი. ჩვენ ველოდებით კიდევ რომ გამოგვიგზავნიან დამატებით, იმიტომ რომ 7 ეტაპად უნდა მოხდეს ეს სალექციო კურსები, ეს არ იქნება ერთხელ ჩატარდა, ეხლა დაიწყება 8 მარტიდან უკვე პირველი ეს ეტაპი. მოსამზადებელები აქვს გულისხმობ და ოქტომბრის ბოლომდე გაგრძელდება ეს სალექციო კურსი 7 ეტაპად, ესე რომ ვთქვათ, ხო. ვისაც ექნება სურვილი, კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩვენ დაახლოებით გათვლილი გვაქვს, რომ 2-3 ადამიანი უნდა იყოს საბოლოო ჯამში და ამაზე შეიძლება ბევრად მეტმაც მიიღოს მონაწილეობა, მაგრამ ეს არის ალბათ ის მინიმალური რაოდენობა. როგორც ეპარქიებიდან, ასევე თბილისის ტაძრებიდან შეუძლიათ მრევლს რომ მოგმართონ, გამოაგზავნონ, აქ მოხდება განხილვები შემდგომად და რა თქმა უნდა ამ სალექციო კურსის განამზადება. საკმაოდ რთული და შრომატევადი იქნება ალბათ, ხომ 6 თვის განმავლობაში უნდა გაგრძელდეს. მაგრამ აქ არის ხო, მთავარი რაც არის, რომ როტაციის პრინციპი იქნება, 7 ადამიანს, დიახ, 7 დღიანი მოგზაურობა იქნება, ერთ კვირაში ჩანაცვლდება ეს 7 და ნუ ხო, გაგრძელდება ეს. დიახ, კოტე, თქვენ აღნიშნეთ, რომ სტუდენტური თვითმმართველობები ძალიან აქტიურად არიან უკვე ჩართულები. აი, პრინციპში თქვენთანაც მექნება მამაშალო ეს კითხვა და კოტესთანაც. აი, ინფორმაცია მაქსიმალურად ვრცელდება და კომისიები, რომელიც შექმნილია როგორც საპატრიარქოში, ისე სამთავრობო დონეზე, ამას ბუნებრივია ხელს უწყობს და ინფორმაციას ავრცელებს, მაგრამ მაინც როგორ ფიქრობთ, რამდენად ინფორმირებულები არიან ადამიანები, აი, თუნდაც თქვათ, სტუდენტური თვითმმართველობები გასაგებია, მაგრამ უფრო აი ფართო მასშტაბით, მაინც რამდენად აქვთ ინფორმაცია, რომ ეს დღესასწაული აღინიშნება და რა დღესასწაულზეა საუბარი, რაზე ვსაუბრობთ საერთოდ? დრო ფაქტიურად წლევანდელი წინან რაც უკვე დავიწყეთ მუშაობა ამ კუთხით ბევრი შრომა გაიწია მანამდე ეს და პროცესის და წინ კიდე დიდი საინფორმაციო კამპანიებია დაგეგმილი, რომელიც მეტნაკლებად რაღაც შეიძლება კომი კიდე არსებობდეს და უშუალოდ რაღაცა დონეზე, მაგრამ ამას თავისთავად ეს საინფორმაციო კამპანია დაფარავს. ძალიან დიდი მნიშვნელობა იქნება უკვე პიროვნულად ადამიანების ჩართულობას და მათ მიერ ამ ინფორმაციის გაზიარებას და გავრცელებას და ეკლესიას თავისი შესაძლებლობის მაქსიმუმს აუცილებლად გააკეთებს, რომ ყველას მივაწინოს ეს ხმა და როცა უკვე ეს პირველი გასვლები შედგება, და განავრცოს ამას თავისი გაშუქებებიც ექნება და უფრო გზადაგზა, ამიტომ 6 თვე რომ გზადაგზა დაუშვათ ეს ინფორმაციები უფრო მეტად გავრცელდება და უფრო მეტ ჩართულობასაც გაზრდის. დიახ, გახთი מחარებელი, მაგას გულისხმობს, ხო, სწორედ რომ ახაროთ იმ ჯგუფებმა ახარონ იმ ადამიანებს ეს დღესასწაული. 2019 წლის 13 ივლისს პატრიარქმა გვაკურთხა ესე რომ უნდა ვიყოთ ერთმანეთის מחარებლები და რაღაც სამწუხარო ამბის ნაცვლად ერთმანეთს სიხარული ვახაროთ, რაღაცა მადლი მივიტანოთ, ღვთის სიტყვა მივიტანოთ ერთმანეთთან და რაც შეეხება აი ამ ინფორმირებას, ყველა ეპარქიას ყავს თავისი კოორდინატორი, მღვდელმთავრის კურთხევით, რა თქმა უნდა, და ეს კოორდინატორები უზრუნველყოფენ ადგილობრივ სამმართველოებასთან ერთად და უშუალოდ ეს სკოლებია, თავის სამრევლო უპირველეს ყოვლისა, რა თქმა უნდა, დაწესებულებებია თუ ასე შემდეგ, აქ არ უნდა იყოს მხოლოდ სამრევლო დონეზე. ეს უნდა იყოს მასშტაბური, იგივე რესურს ცენტრი იქნება, ეს პირობითად აი საავადმყოფო იქნება თუ რაღაცა
რაღაცა სხვა დაწესებულება, რაღაცა ქარხანა პირობითად თუ ამბობ, ანუ ყველასთან უნდა მივიდეს. ეს 1700 წლის იუბილე არის იმდენად მნიშვნელოვანი, რომ ეს არ უნდა იყოს რაღაცა მხოლოდ სამრევლო დონეზე. ეს მთელი ერი უნდა ზეიმობდეს ამას და რაც ესე ვთქვათ პატრიარქმა რაც დაიწყო ჩვენი ერის ესე შემოbrunება და რაცა ესე დავდექით ღვთის გზაზე ესე რომ ვთქვათ ეს უნდა იყოს გვირგვინი უკვე ამ ყველაფრისა რა. ეს არის მთავარი მისია და მიზანი. თქვენ აღნიშნეთ რომ სარფიდან დაიწყება და ჯავახეთიდან, აი შემდგომი მარშრუტი როგორი იქნება, ესეც ვთქვათ ალბათ წინასწარ ეს არის სხვადასხვა მარშრუტებია, დიახ, ეს გამოცდილება უკვე მე-13 ტარდება, მსგავსი ოღონდ ეს ყველაზე მასშტაბური იქნება, აქვე მინდა აღვნიშნო. აქვე აღვნიშნავ ერთ ფაქტს, რომ დაუშვათ აღმოსავლეთიდან წამოსული ადამიანები წავლენ დასავლეთში პირობითად, სადაც მათთვის შედარებით უცნობია ეს მხარე და იქ მიიღებენ მონაწილეობას, ისევე როგორც დაუშვათ პირობითად აჭარიდან წამოსული ეს მრევლი შეიძლება კახეთში წავიდეს და იქ მიიღოს ამ მომლოცველობით მსვლელობაში მონაწილეობა. და ეს ჯგუფებიც იქნება შერეული ჯგუფები, დაუშვათ 7 ადამიანი თუ ერთი მუნიციპალიტეტიდან წამოვიდა, ეს 7-ე შეიძლება ერთად არ იყოს, პირიქით აირივნენ ერთმანეთში, რომ რაღაცა ეს დიდი სიხარული იყოს და ერთმანეთს გაუზიარონ, გაიცნონ ყველამ ერთმანეთი და ეს სიხარული შემდგომად გაყვეთილი ცხოვრება. მოძრაობა დავითიანი მთელი წლის განმავლობაში უამრავ პროექტს ახორციელებს, მონაწილეობს სხვა პროექტებშიც, რაც იცის კარგად ჩვენმა მაყურებელმა. კონკრეტულად ამ პროექტზე და მსგავსი სახის პროექტებზე მინდა გკითხო, კოტე ახალგაზრდების დაინტერესების კუთხით, რა არის მათთვის მთავარი ინტერესი, რომ მსგავს პროექტებში, რაც მოიცავს მომლოცველობით მოგზაურობას, მიიღონ მონაწილეობა? ძალიან კარგი კითხვა არის ახალგაზრდებისთვის. ეს ყველაფერი არის გამოწვევა და თავისთავად რეალიზება, ახალი უნარების განვითარება, ახალი მეგობრების შეძენა, გარემოში თავის დამკვიდრება და სწორედ ეს რაც მამაობძანა ის რომ შერეული ჯგუფები იქნებიან, ის რომ დაუშვათ თავისი კუთხიდან სხვა კუთხეში წავა, იქ დარჩება ოჯახებში, ახალ მეგობრებს შეიძენს, კონტაქტებს დაამყარებს, რა თქმა უნდა, მათთვის ეს უკვე ახალი შესაძლებლობა არის, უფრო დიდი სანაცნობო და სამეგობრო წრის შეძენის საშუალება არის და რაც თავარია იმ საიდუმლოებში მონაწილეობა, რაც სულიერ ღირებულებებს უფრო განუმტკიცებს ამ ახალგაზრდებს და აქ ყოველ გასვლაზე იქნება შესაძლებლობა რომ ჩატარდეს პარაკლისი და ესრონ წირვას, რაც ამ ახალგაზრდებში აამაღლებს თავისთავად ამ ცნობიერებასაც და განამტკიცებს მათ ფასეულობებს. ეს არის ჩვენთვის მეორე გამოწვევა, რომ ახალგაზრდებს ამის შესაძლებლობა უფრო გაშლილად მიეცეს და უკვე დანარჩენი ახალგაზრდებზეც არის, რომ თავიანთი წვლილი შეიტანონ და ეს ახლა 1700 წელი უკვე მოვლენა, ხო, ახლა ამას ჩვენ მოვესწარით და აი ამასაც თავისი დატვირთვა აქვს, რომ ეს გაყვეთ თელი ცხოვრება. ამაშალა წმინდა ნინოს გზა, მომლოცველობითი და წმინდა ანდრია პირველწოდებულის გზა, ისე ცალკეც არის. ანუ ამ პროექტში არ იგულისხმება, ხო? ერთად დაიწყება უბრალოდ ეს გზები, თუმცა ის ტრადიციული რაც იყო ის გაგრძელდება, მაგრამ ამას არ ქვია წმინდა ნინოს და ანდრიას გზა, ამას ქვია საქართველოს გაქრისტიანების გზა, ამ კომისიამ ესე დაარქვა, ესე რომ ვთქვათ, რა თქმა უნდა, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია, რადგანაც ხას უსმევს ეს სათაური უკვე მთელ მისიას, აი ამ მოგზაურობისა, იმიტომ რომ ჩვენი ესე ვთქვათ, მიზანი არის, რომ ეს მისიონერობა მოხდეს ამ ადამიანების მხრიდან, აი რაზეც საუბრობდა ახლა კოტე, რომ ამ ახალგაზრდებმა იგრძნონ ეს მთელი პასუხისგებლობა, რა არის მისიონერობა, როგორ შემოვიდა წმინდა ნინო, როგორ გამოიარა ეს გზა, შედიოდა ხო წმინდა ნინოც ახლა სადღაც რჩებოდა, ჩერდებოდა და ეს ყველაფერი გააზრება მოხდეს ამის, რა შემოიტანა ქრისტიანობამ ჩვენ ცხოვრებაში, ფაქტიურად ყველაფერი ჩვენი ერი ქრისტიანობაზეა დაშენებული, კი ბატონო. ყველაფერი ამის გარშემოა და აი ამის გააზრება უნდა მოხდეს და ამის მიტანა უნდა მოხდეს შემდგომად ყველა ოჯახში. აი ეს არის მიზანი. დიახ, ძალიან დიდი მადლობა გისურვებთ წარმატებას. ჩვენ ვიცით რომ სხვა პროექტებიც არაერთი სხვა პროექტი არის. კი ბატონო. ამ იუბილეს ფარგლებში დაგეგმილი და ჩვენ ეტაპობრივად რა თქმა უნდა ვისაუბრებთ და ჩვენი ტელევიზიაც შეასრულებს თავის ფუნქციას და როლს, რომ აი ეს ინფორმაცია მივიდეს საზოგადოებამდე. ჩვენი ნებართვით სანამ დაგემშვიდობებით ვისარგებლებ პირდაპირ ეთერით და დღეს დედაჩემს აქ დაბადების დღე და მიულოცავ პირდაპირ ეთერიდან გილოცავ ბრაჰოს და ეს არის. ჩვენს ვილოცავთ სიყვარულით დიდი მადლობა თქვენს და ვილოცავთ ჯანმრთელობას დედის სახელი რომ გვიჩვენეთ. მაგული კაბატონ მაგულის ვილოცავთ დიდი პატივისცემის ჩვენც ასევე. ძალიან დიდი მადლობა. დაიხარეთ მადლობა საგემშვიდობებით. პარკეთილის წმინდა ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზის შალვა ჯაჯანიძე და საპატრიარქოს ახალგაზრდული მოძრაობა დავითიანის პრეზიდენტი კოტე სვანაძე იყვნენ ჩვენი გადაცემის სტუმრები.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პრემია ივერიის დასკვნითი საღამო გაიმართა. ორგანიზატორებმა გამარჯვებულები სხვადასხვა ნომინაციაში გამოავლინა. ნახოთ სიუჟეტი. ფესტივალის სახელწოდება ივერია თავის თავში ატარებს საქართველოს უახლეს მეხსიერებას. წერლები, პოეტები, ხატმწერები, მხატვრები, ფოტოხელოვანები, ქართველი ემიგრანტები, მსჯავრდებულები და უცხოელი შემოქმედები საზღვარგარეთიდან. უკვე მე-13 წელია საერთაშორისო პრემია ივერიის ინტეგრირებული პროექტის ფარგლებში სხვადასხვა ასაკის, ეროვნებისა თუ სოციალური ფენის ადამიანები ერთი მიზნით, ხელოვნების სიყვარულით ერთიანდებიან. წმინდა ილია მართლის გაზეთ ივერიის სახელობის პროზა პოეზიის საერთაშორისო პრემია ივერიის დაჯილდოების რიგით მე-13 ცერემონიას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა უმასპინძლა. საღამოზე პროექტის ორგანიზატორებმა ხელოვნების სხვადასხვა დარგის გამარჯვებულები გამოავლინეს და მათ სიგელები და მრავალფეროვანი პრიზები გადასცეს. ძალიან მნიშვნელოვანი წელიწადია იმ თვალსაზრისით, რომ გასული წელი დავასრულეთ იტალიაში იმ აღიარებით, რომელიც იტალიის ერთ-ერთმა უძველესმა ქალაქმა, რომელსაც გააჩნია სტატუსი ევროპის კულტურული დედაქალაქი, აი ამ ქალაქმა პრემია ივერიის აღიარება გააკეთა იმ ფორმით, რომ ჩვენი პროექტი ჩასვა კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში და ჩვეულებრივ საქალაქო უზარმაზარ ღონისძიებაში, სადაც თითქმის მთელი მსოფლიოს კულტურული ღონისძიებების ნაწილი იყო გათვალისწინებული. ძალიან მნიშვნელოვანი არის ის, რომ ზუსტად აი ამ ყველაფრის მერე დაგვემატა რამოდენიმე ქვეყანა, მათ შორის რუმინეთი, უნგრეთი და კიდევ არის ძალიან ბევრი ქვეყანა რიგში, რომელიც დაემატება. ამავე დროს ძალიან მნიშვნელოვანი არის ის, რომ პრემია ივერია ზუსტად ქალაქ მატერას, ანუ იტალიური აღიარების მერე გაჩნდა უზარმაზარი მოთხოვნა იმისა, რომ გააკეთებულიყო კიდე დამატებითი პროექტი, რომელიც წინ უნდა უძღოდეს, ეს არის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი, რომელსაც გუშინ 2 მარტს უმასპინძლა პირველად საქართველოს პრემია ივერიის ფარგლებში. მე ვარ პოეტი, ესეისტი, მწერალი და ნოველისტი რუმინეთიდან და კულტურის საზოგადოების პრეზიდენტი. ბედნიერი ვარ, რომ აქ ვარ და ეს პრიზი მივიღე. ნუგზარი დიდ პატივისცემას იმსახურებს. დიდი მადლობა, მე ვეპატიჟები ქართველ მწერლებს საერთაშორისო ფესტივალზე, რომელსაც ქვია პოეზიის მოგზაურობა. დავით აღმაშენებლის სახელობის პრემია და ღონისძიებაზე საქართველოს მწერალთა კავშირის თავმჯდომარე მაყვალა გონაშვილმა პრემია ივერიის დამფუძნებელს ნუგზარ ჭიაბერაშვილს დავით აღმაშენებლის სახელობის პრემია და ოქროს медаლი გადასცა. ჩემთვის სრულად მოულოდნელი იყო. ერთგვარად ძალიან დიდი დაფასება არის, რა თქმა უნდა, ისევ და ისევ მადლობა უფალს ყველაფრისთვის, მადლობა მის უწმინდესობას, რომ არა მისი კურთხევა და უფლის შემწეობა. შესაბამისად დღევანდელი იმ ჯილდოს, რომელიც ჯილდო საქართველოს მწერალთა შემოქმედებით კავშირს აქვს ერთ-ერთი უმაღლესი ჯილდო, ეს არის დავით აღმაშენებლის პრემია და ოქროს медаლი. და ეს გადაწყვეტილება მიიღო მწერალთა კავშირმა ქალბატონი მაყვალა გონაშვილის სახელით და მისი ხელით მოხდა ჩემი დაჯილდოება და არ ვიცი უბრალოდ მართლა ემოციები არ ყოფნის. მადლობა ყველა სამისთვის. ვეცდები რომ ეს ავანსად ჩავთვალო და მეტი გავაკეთო. ტრადიციულად იმართება პრემია ივერიას გალა დაჯილდოება, რომელიც მოიცავს შემოქმედ ადამიანებს ხელოვნების სხვადასხვა მიმართულებით. ძალიან ლამაზი დღესასწაული არის, რასაც ყოველ წელს ჩუქნის ხელოვან ადამიანებს და შემოქმედებს ბატონი ნუგზარ ჭიაბერაშვილი, რისთვისაც მადლობას ვუხდი. მე თვითონ გახლავთ პრემია ივერიას ერთ-ერთი მონაწილე და მრავალგზის დაჯილდოებული. მიხარია რომ აქ ვარ. დიდი მადლობა საქართველოს. თქვენ ხართ ჩემი უძვირფასესი სამუდამო მეგობრები. წმინდა ილია მართლის გაზეთ ივერიის სახელობის პროზა პოეზიის საერთაშორისო პრემია ივერია უწმინდესის და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, ცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხომ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია მეორის ლოცვა-კურთხევითა და პატრონაჟით 2013 წლის 28 ნოემბრიდან ხორციელდება. ინტეგრირებული პროექტის მიზანი ქართული კულტურისა და ხელოვნების პოპულარიზაცია. დასრულდა ჩვენი დღევანდელი გადაცემა. მადლობა რომ გვიყურეთ. ელისაბედ აბულაძე და გეგი ნემსიწვერიძე უძღვებოდით დღევანდელ გადაცემას. მშვიდობიან და ბედნიერ დღეს გისურვებთ ყველას, დაგემშვიდობებით. ნახვამდის.